4 ოქტომბერს არჩევნებში არ მონაწილე 8 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპირებს, რომ პარლამენტთან შეიკრიბონ და მათი ვეთქმით მშვიდობიანად დაამხონ მოქმედი, ასევე მათი ვეთქმით დე-ფაქტო ხელისუფლება. როგორ აპირებენ ხელისუფლების ცვლილებას, ზუსტი მეთოდები ჯერ უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ყველა კონსტიტუციურ გზას გამოიყენებენ. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ მშვიდობიანი რევოლუციის გზით ქართულ ოცნებას მიტაცებულ ძალაუფლებას ჩამოაშორებენ. გამოვალთ ყველანი ჩვენი ქალაქების ქუჩებში, პირველ ყოვლისა რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვეტყვით არას ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას და დიახ მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება, ნებისმიერი ქმედება, რაც არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, არის კანონიერი და არის კონსტიტუციური. ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი, ნებისმიერი მშვიდობიანი მოქმედება, არაძალადობრივი მოქმედება არის კონსტიტუციური. თავის მხრივ ქართული ოცნების ლიდერები მათი დამხობის მსურველებს არ ფრთხილებენ, რომ 5 ოქტომბერს მათ თავს სხვა რეალობა დატრიალდება და ყველა კანონდამრღვევი კანონის წინაშე აგებს პასუხს. ეს არის გაცხადებული არის, რომ მათ სულ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა და ეს არის თავის მხრივ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და მე პირადად კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის გარედან მართული. ხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ხედავთ მათ ვიზიტებს და დაანონსეს კიდევაც რომ ამ დღეებში წაპირებენ საზოგადოებრივ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი კიდე ასეთი გამწვავებაა. ამის შედეგი იქნება 5 ოქტომბერი, გადგება 5 ოქტომბერი. და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. იცი, ვინც ცდილობს ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა. ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილის ხუმრობის ხასიათს აყენებს, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისათვის გაცილებით დრამატული მნიშვნელობა აქვს. მათთან ერთად პროტესტის სულისკვეთების მომხრეა ოპოზიციის სხვა ნაწილი, თუმცა ისინი უწყვეტი და მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ხელისუფლების ცვლილების მთავარ გზად არჩევნებში მონაწილეობას მიიჩნევენ. არასერიოზულია კონკრეტული ჯერ თარიღების დასახელება და ახლა ხედავთ უკვე საათებს ასახელებენ, რომელ საათზე დაამხობენ ოცნებასთან. რბილად რომ ვთქვათ, ჩემი პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ პერსონალურად, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება, რადგან თუ დღეს ვინმე საერთოდ ნეპალთან შედარება ხომ საერთო წარმოუდგენელია, ხო? თუ დღეს ვინმე საწყობს ამ ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილის მსურველი და კეთილმოსურველი. ეს პირველ რიგში არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთი და თუ ვინმეს ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ასეთი ტიპის არეულობა, არის რუსეთი. 4 ოქტომბერი კალენდარზე 3 კვირაზე ნაკლებ დროში დადგება, თუმცა განსხვავებული პოლიტიკური სცენარით. რომელ სცენარს აირჩევს საზოგადოება, ეს ჯერ უცნობია. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.